მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. უამრავი ინფორმაცია დაგროვდა. არიან ეგრეთ წოდებული პიროვნებები, რომლებიც მიიჩნევენ საკუთარ თავს იმ ადამიანებად, ანუ მცოდნეებად, ასე ვთქვათ, რომელთაც აქვთ ჭეშმარიტების ფლობა, ასე ვთქვათ. ჭეშმარიტება. ფლობენ ჭეშმარიტებას, ასე ფიქრობენ. და სხვა ადამიანებზე იძახიან, რომ ეს ადამიანი არ არის აკადემიური ან რაღაცა ისეთი პიროვნება, რომელთანაც ჩვენ გვინდა რომ ვისაუბროთ და ამ თემები ვაწარმოოთ. ანუ არ თვლიან იმ ადამიანს თავის შესაძერის ოპონენტად, რომ მათთან დებატებში ისაუბრონ ან რაღაცა გულწრფელები იყვნენ. საკითხის განხილვას ეხება ეს. ან ზოგადად რა პრობლემა არის, რომ დაждდნენ და განიხილონ ეს ორი თემა, აი ამის წინააღმდეგ არიან გამოსულები. ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მარტო მათ აქვთ ჭეშმარიტი დოქტრინა და ყველანაირად სიტყვათა თამაშით შეუძლიათ ადამიანები დაარწმუნონ საკუთარი გადგამოცემების უცდომელობაში. თუმცა რეალური პრობლემა რაც ჩანს, ტექსტის წაკითხულიდან გამომდინარე შინაარსი იქნება ასევე გააზრებული ლინგვისტურად, ენათმეცნიერულად, ფილოლოგიურად გააზრებული ტექსტი, ეს მეორე ხარისხოვანია. მთავარი არის როგორ დააჯერონ მათ, რომ მათ ესმით ჭეშმარიტების ფლობა, ანუ მათი ნებისმიერი გამონათქვამი არის ჭეშმარიტება. და დანარჩენი ვინც რა უნდა ილაპარაკოს ერთ და იგივე ტექსტზე, ისინი ამბობენ, რომ ეს უბრალოდ მათი აზრია, ეს მათი ინტერპრეტაცია, რომელიც არ შეესაბამება გარდამოცემულ ჭეშმარიტებას, რომელიცაც ფლობს მართლმადიდებლური ეკლესია. ასე რომ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ბიბლია არ არის ავტორიტეტი, ბიბლია არ არის ერთადერთი წყარო, რაზეც ისინი საკუთარ წამს აგებენ, არამედ ეს არის მოძღვრება, ანუ გარდამოცემა, რომელიც უშუალოდ წმინდა მამისთან კრებისგან იღებს საფუძველს, თუმცა მინდა აღნიშნო, რომ გარდამოცემებით ბიბლიის ავტორიტეტულობას ვერ დავამტკიცებთ. ვერც იმას ვერ ვარყოფთ, რომ გარდამოცემა არ არის საჭირო, რადგანაც ჩვენ ვიცით ბევრი ფაქტი, ბიბლიური ფაქტი, რომ არ ემთხვევა რეალურ მოვლენებს. ასევე ვიცით ბევრი წინააღმდეგობები, რომელიც არ არის, ასე ვთქვათ, აღიარებული ფილოლოგიურ ჭრილში, მეცნიერულ ჭრილში. თუნდაც გენეალოგიის საკითხი, მაცხოვრის გენეალოგიის საკითხი, რომელიც არ მიდის იესო ქრისტეზე და იესო ქრისტე არ მიდის აბრაამისა და დავითის საომავლობაზე. ასევე ბევრი საუბარი შეგვიძლია ვაწარმოოთ ძველი აღთქმის ღმერთსა და ახალი აღთქმის ღმერთს შორის სხვაობაზე. აი მაგალითად იესო და იახვე. პროტესტანტული ეკლესია ფიქრობს, რომ იესო იახვეა, მართლმადიდებლური ეკლესიაც ფიქრობს ჩუმად ოღონდაც აღიარებს, რომ ეს არის ეგოიმი, მე ვარ, არის ზუსტად ის ძველი აღთქმის ღმერთს, რომელიც მოსეს სინასთან ეჩვენა და რატომღაც არ არის ეს ოფიციალურად აღიარებული დოქტრინა, არ ამახვილებენ ყურადღებას არც ერთი წმინდა მამა ამ საკითხზე, რომ გინდა თუ არა იახვე ეს არის ძველი აღთქმის ღმერთი და იესო ქრისტე იგივეა. იყო ბევრი ერესები ამასთან დაკავშირებით, რამ წარმოშვა ამ ერესებზე ჩვენ ამაზე ცუდად გვექნება საუბრები უკვე შემდგომში ვაპირებთ სექტემბრიდან ფართის ხილაობას და ამ თემებზე დეტალურად განხილვას ამ ინფორმაციებზე თუ რამ წარმოშვა ქრისტიანულ ეკლესიაში ერესები. ეს დაიწყო 138 წლიდან, ახალი წელთაღრიცხვით, მეგობრებო, მინდა იცოდეთ, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც დღეს ჩვენ ეკლესია გვასწავლის. თავდაპირველად ყველაფერი ეს ასე არ იყო. ეს ერესები წამოვიდა უკვე ახალი წელთაღრიცხვის 138 წლიდან. პირველი ერესი მოგეხსენებათ, ეს იყო მანის ერესი, გავრცელებული მანიქევლების, რომლებიც ასე ვთქვათ, ზუსტად ქრისტეს ღვთაებრიობას, სხეულით მოსულას ეწინააღმდეგებოდნენ. ასევე იყო დოკეტისტები, რომლებიც იესო ქრისტეს ჯვარცმას უარყოფდნენ და ეს ყველაფერი იყო იმდენად ვრცლად გამჯდარი უკვე ბევრი ერესები, იყვნენ იაკობიტელებიც, რომლებიც უარყოფდნენ ქრისტეშუური ბუნების არსებობას და ორინებელობას, რასაც მე შემდეგ მაქსიმალსერებელი დაუპირისპირდა. ასევე ანუ ეს არის სულ რაღაცა 580 წლამდე გრძელდება ეს ერესები,
ვერც ნიკეის კრებამ, ვერც კონსტანტინოპოლის კრებამ და ვერც ქალკედონის კრებამ ეს ერესები ვერ აღმოხვრა, უფრო მეტად გაართულა მდგომარეობა და საბოლოოდ 1054 წელს დაგვირგვინდა დიდი სქიზმი, დიდი განხეთქილებით. მოგეხსენებათ, რომ კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესია რატომ გამოიყო. თავდაპირველად არ ყოფილა თანაარსობის პრინციპი, ჩვენ ამ თემაზე მუშაობდა, მაქვს ჯგუფი, სადაც არის ამაზე განხილვები და საუბრები, ვაწარმოებთ ამის შესახებ. რამ გამოიწვია ერთარსის თანასწორობის შემოღება წამში, კათოლიკურ წამში. ეს იყო კათოლიკების მიზეზით, ტარაკოსას კრებაზე მათ შეუდგენიათ დოქტრინა თანასწორობის კონსუბსტანციალე პატრე, ანუ ის და აქედან გამომდინარე ისე ამტკიცებენ, რომ სულიწმინდა ძისგანაც გამოდის. თავდაპირველად მართლმადიდებლობა, რომელიც იყო კათოლიკური, ის ამბობს, რომ წამში არ ეწერა ფილიოქვე, არამედ ეწერა პერფილიო, ქრისტეს მეშვეობით და ჩვენ ხედავთ ამას კლიმენტი რომაელის ნაშრომებშიც, რომ ქრისტეს მეშვეობით ხდება თაყვანისცემა მამა ღმერთის, თუმცა რატომღაც ეს მამა ღმერთი პირველი ქრისტიანული ეკლესიის მიერ აღიარებული იყო ძველი აღთქმის ღმერთი ცაბაოდად. იესო ქრისტეს მამად. ჩვენ რამდენად ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ეს მეორე ხარისხოვანია, რა თქმა უნდა, აკადემიურ ჭრილში და კათედრის მხრივ, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ძველი აღთქმის ღმერთი და ახალი აღთქმის ღმერთი იესო ქრისტე რადიკალურად განსხვავდება. დღეს მინდა ვისაუბროთ 34 თავზე დაბადების წიგნის და თქვენ მინდა რომ ეს ყველაფერი დაინახოთ და ასე ვთქვათ, ჩაერთოთ ამ პროცესში და გაიაზროთ. ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის ვიძახო, ეს არის გააზრება. ზოგისთვის სასაცილოა, მაგრამ რა ვიცი, 4 წლის უკან კი იცინოდნენ, მაგრამ დღეს თვითონ ამტკიცებენ, რომ დედამიწა ბრტყელია. რატომღაც ასე დაიწყეს ლაპარაკი. ხო, ამიტომ დღეს რო იცინიან ის ადამიანები, ვინც ვთქვათ, რაღაც განსხვავებულ აზრს იტყვის და მას დასცინიან, ეს მათი პრობლემა არის, მათი არასრულყოფილების პრობლემა არის. მე თუ სრულყოფილი ვარ, მე არასდროს არ დავცინებ ოპონენტს, თუმცა ის შეიძლება ცდებოდეს. ჩემი мотиваცია იქნება ყოველთვის, რომ საერთო აზრი დიდი ხანია ბრძოლობ ამისთვის, რომ ადამიანები, განსაკუთრებით რელიგიური ადამიანები მივიყვანო ერთ საერთო აზრამდე. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ერთაზროვანი იყავი და ერთი აზრი იზრახებოდეს თქვენ შორის. ეს არის ქრისტეს მიერ ეკლესია, დაფუძნებული ეკლესია. იქ არ არის აზრთა სხვადასხვაობა. ბარო ლევან, ბარო რეზი მოლაშხი. ხო, ანუ თავარი პრობლემა ეს არის ადამიანების წარმოსახვაში, რამდენად არის მიღებული მათთვის. აი თუნდაც სამი რელიგია, ხო, უდიდესი რელიგია, ეს არის მართლმადიდებლობა, იუდაიზმი და ისლამი, სამივეს აქ ერთი წიგნი, მე ყოველთვის ახსოვდი ამას, ფსალმუნები მაგალითად, მაგრამ არც ერთი არ ეთანხმება ამ ფსალმუნებს. იუდაიზმი უარყოფს იესო ქრისტეს ზეციურ წარმოშობას, როგორც ღვთაებას, კაცის ძის სახელი წოდებით უზენაესთან. ამიტომ დასჭირდათ იუდეველებს ენოქის წიგნის ამოღება ბიბლიიდან, ანუ თავის წერილებიდან და ასე ვთქვათ მოშორება, იმიტომ რომ ენოქში იესო ქრისტე არის ზეციური წარმოშობის კაცის ძე, რომელიც მზის შექმნამდე უწოდა სულთაუფალმა ეს სახელი, მზის შექმნამდე უკვე არსებობდა. და იუდაიზმში იესო ქრისტე არის არა როგორც ღვთაება, რომელიც ქვეყნის შექმნამდე იყო მამასთან, არამედ არც მესია არ არის. იმიტომ რომ ის მესია მამაკაცის სპერმიდან უნდა დაიბადოს. ანუ იუდაიზმი იესო ქრისტეს არც მესია დარიგებს, არც ღვთაება დარიგებს. ანუ დაუპირისპირდა ფსალმუნებს. ისლამშიც ეგრე არის, ანუ ისლამი აღიარებს ფსალმუნებს, მაგრამ უარყოფს ქრისტეს აღდგომას, რომელიც 30 ფსალმუნში წერია პირდაპირ. ამბობს დავითი. გამაცოცხლე ეს სიტყვა წერია, გამაცოცხლე მეორე მოყში. გამაცოცხლე მომავალში არა, უკვე გამაცოცხლე. დავითი ვერ მიმართავდა უფალს, ხო, გამაცოცხლე ვარ, არამედ ეს იესოს სიტყვებია. გამაცოცხლე, ანუ მოხდა უკვე გაცოცხლება, ეს არის აღდგომა. ესე თუ არ მოკვდი, აბა როგორ გაცოცხლდები? დაიხსენ სული ჩემი ჯოჯოხეთისგან, უბრალოდ ესე გამოითქვის. მიშეო ტახტია. ანუ დაიხსენ სული ჩემი ჯოჯოხეთის უბსკრულიდან. დავიწყოთ ახლა 34 თავი დაბადების ციკლში რა ხდება.
და მინდა დაგანახოთ რა განსხვავებაა ძველ აღთქმის ღმერთსა და საბავშვოს შორის და ახალი აღთქმის იესო ქრისტეს შორის, ახალი აღთქმის ღმერთს იესო ქრისტეს შორის. გამოვიდა დინა ლეას ასული, რომელიც მან იაკობს უშვა იქაურ ასულთა სანახავად. დაინახა იგი შექემა იმ ქვეყნის მთავრის ხიველი ხამორის ზე, მოიტაცა ძალით, დაწვა მასთან და ახარა პატივი. და მიეწება მისი გული დინას, იაკობის ასულს. შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და გულიანად ელაპარაკა მას. უთხრა შექემა ხამორს. თავის მამას, ცოლად შემთე ეს ყმაწვილი ქალი. გაიგო იაკობმა, რომ წაბილწა ხამორის ძემ დინა მისი ასული. მაგრამ რა კი მისი ძენი ყველა ველად იყვნენ პირუთყვიდან დადუმდა მათ მოსვლამდე. და მოვიდა ხამორი შექემის მამა იაკობთან სალაპარაკოდ. იაკობის ძენიც დაბრუნდნენ მინდვრიდან და ეს ამბავი რომ გაიგეს შეწუხდნენ და ძალიან გაბრაზდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დამართა ისრაელს. იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი, არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ. ელაპარაკა ხამორი მათ და უთხრა: მთელი გულით შეიყვარა შექემა ჩემმა ძემ თქვენი ასული, მიათხოვეთ ცოლად. დაგვიმოყვრით, მოგვეცით თქვენი ასული, ჩვენები კი თქვენ წაიყვანეთ. ჩვენთან დამკვიდრდით, ეს ქვეყანა თქვენს წინაშეა, იცხოვრეთ, ივაჭრეთ და შეიძინეთ ქონება. უთხრა შექემა დინას მამასა და ძმებს: ოღონდ კი მადლი პოვა თქვენს თვალში და რასაც ვთხოვთ, მოგცემთ. დიდ ძალის საქორწინო ურვადი და ძღვენი დამაკისრეთ, მოგცემთ, რასაც მომთხოვთ. ოღონდ ეს ყმაწვილი ქალი მომეცით ცოლად. მიუგეს იაკობის ძეებმა შექემსა და მამამისთან მზაკრულად ელაპარაკნენ. ვინაიდან შებილწული იყო დინა მათი და უთხრეს: არ შეგვიძლია წინა დაუწოდელ კაცს ვერ მივცემთ ჩვენს დას, რადგან ეს ჩვენი შეცხვენა იქნება. დაუკვირდით, წინა დაწვეთილ კაცს არ ქონდა უფლება, რომ თავისი შვილის სხვაზე გაეთხოვებინა. ხო ამბობს ესე? არადა რამდენი შემთხვევა ამ ასეთი, რომ უამრავი შემთხვევაა, რომ აუთხოვებიათ და გამოუთხოვებიათ კიდევაც. წინა დაუწვეთილ კაცს და წინა დაწვეთილზეც. უბრალოდ აქ დაინახეთ რა ხდება რა. ხოლო მაშინ ვიქნებით თანახმად, თუ თქვენი ყოველი მამაკაცი ჩვენსავით წინა დაიცვეთს. მაშინ მოგათხოვებთ ჩვენს ასულებს და ჩვენ შევირთავთ თქვენს ასულებს, თქვენთან დამკვიდრდები და ერთ ხალხად ვიქცევით. ესე იგი, ამურეველების და ქერიზეველების თუ როგორც არის, ხო? უცხოტომელების მიზანი იყო ისრაელთან გაერთიანება და თავის ასულებისა და შერევა მოხდებოდა სისხლის. წინადაცვეთას თუ არ ისურვებთ, წავიყვანთ ჩვენს ასულს და წავალთ და მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს ხამორის ძეს. ხედავთ, ესე იგი, წინადაცვეთას თუ არ ისურვებთ, წავიყვანთ ჩვენს ასულს და წავალთ. წინადაცვეთა შესთავაზე. ანუ წინადაცვეთა ჩაიტარეთო და პრობლემა არ არის. შეთანხმება შედგა. აღარ დააყონა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან უყვარდა იაკობის ასული, შეუყვარდა ხარაკნას. ყველაზე პატივდებული იყო იგი მამამისის სახლში. ხო არ უთქვია, რომ არ მოიყვან ცოლათო. მოხდა ესეთ, რომ გოგოს და ბიჭს მოეწონათ ერთმანეთი, შეუყვარდა ეს გოგო და პატივი ახადა თუ არ და არ ახადა, რა პატივის ახდა იყო. ჯოგში ხო წერია თუ კაცი ქალიშვილთან დაწובה, მივიდეს მამამისთან, ცოლად ითხოვს იგი და საფასური გადაუხადოს ამ სირცხვილის მოსაწმენდად, მაგრამ აქ რატომღაც უცხოტომელებზე, ანუ იცი ისი თქმა მინდა დაგანახოთ თქვენ, რამდენად ეგოისტურია და მიკერძოებული არის ისრაელი. მაინც და მაინც ისრაელზე არის. და რატო არა აქვს საერთო ახალი აღთქმის ღმერთთან და იესოს იდეოლოგიასთან ძველ აღთქმას. აი ამას გიხსნით ახლა თქვენ უბრალოდ დაბადების 34 თავში არის მოთხრობილი რა მოიმოქმედეს სიმონმა და ლევიმ. და რამდენად მოგეწონება თქვენ ეს აქციელი, მინდა რომ თქვენ ეს დაინახოთ. ხო. აღარ მოვიდნენ ხამორი და შექემი მისი ძე ქალაქის კარიბჭესთან და ასე ელაპარაკნენ ქალაქის მკვიდრით. ეს კაცები ჩვენ მიმართ მშვიდობიანად არიან განწყობილნი. დამკვიდრდნენ და ივაჭრონ, ეს ქვეყანაც ხელგაშლილი იქნება მათთვის, მათ წინაშე. ჩვენ მათი ასულნი შევირთოთ ძოლებად და ჩვენი ასულნი მათ მივათხოვოთ. მაგრამ ეს კაცები მხოლოდ ამ პირობით დაგვხვდებიან ჩვენთან დამკვიდრებაზე და ერთ ხალხად გადაქცევაზე, თუ ჩვენში ყოველი მამაკაცი წინა დაიცვეთს.
როგორც თავად არიან წინადაცვეთები. ეხლა ნახეთ მეგობრებო, თქვენი ყურადღება რაზე მინდა გავამახვილო. თუ სირცხვილი იყო და ჯურის მიხედვით ღმერთი უკრძალავდა ნებისმიერ მოსახლეობასთან შერევას, რომ არ შერეული იყოს სისხლი რჩეული ერისა, ისრაელისა სხვა შექემელებთან, ასე ვთქვათ. მაშინ რატომ ისეც ვაჭრობა, რატო თახვდებიან ძმები იაკობი და მისი შვილები, ლევი და სიმონი, რომ ოღონდ წინათ დაიწვდეთ და პრობლემა არ არის, ჩვენ ვიცხოვროთ თქვენთან, თქვენი ცხოვრეთ ჩვენთან. შეთანხმება ხო შედგა. ანუ ვაჭრობა ხო შედგა, ხო გაჭრა ამ სიტყვამ, რომ კი ბატონო, წინადაცვეთას თუ ჩაატარებთ შექემელები, თქვენი ერი და ჩვენი ერი გავხდებით ერთი. როგორც ეგვიპტეში იყო იოსების დროს, ხო? იოსების ყავდა ეგვიპტელი ცოლი და ჩვეულებრივად ეგვიპტელი ქალისგან ყავდა შვილებიც. წინადაცვითი ლეფრები და მენაში. არ იყო პრობლემა, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ იმათი ცოლები არ უნდა ეთხოვათ. როგორც ეს ჯურში წერია, ხო, მეორე ჯურის. ეხლა ვიგეთყვით, მეორე ჯურის მეშვიდე თავში. ნახეთ, რასაუნს უფალი იახვა ღმერთი. როცა მიგიყვანს იახვე შენი ღმერთი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებადაც მიდიხარ და განდევნის მრავალრიცხოვან ხალხებს, ხეთელებსა და გიგაშეველებს, ამორეველებს, ქანალებსა და ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსეველებს, 7 ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანს და გაცილებით ძლიერს, ხელში ჩაგაგდებინებს იახვე შენი ღმერთი და შენ შემოსრავ მათ, ბოლომდე განადგურე ისინი, კავშირი არ შეკრა მათთან და მოწყალე ნუ იქნები მათ მიმართ. მოწყალე ნუ იქნები მათ მიმართო ხალხო. არ დაუმოყვრდე მათ, არც შენი ასული მიათხოვო მის ძეს და არც მისი ასული შეერთო ცოლად შენს ძეს. აი ეს იყო მეორე ჯურის მეშვიდე თავში, მეგობრებო, ოფიციალური გამოცხადება იახვესგან, რომ დახოცეთ ყველა, არ დაინდოთ და არც შენი ასული არ მიათხოვო უცხოტომელს და არც იმისი უცხოტომელი ქალიშვილი შეერთო ცოლად შენს ძეს. ეს არის იახვეს კანონი. და ეს კანონი ბევრჯერ დაირღვა ისრაელის ეპოქაში, იოსების გავანებოთავი იოსების შემდეგ უკვე ეფრემი და მენაშე ხალხებს შეერივნენ და ამოტრიალებული ვარდივით შეიქმნაო, როგორც ოსია ამბობს მე-11 თავში. ანუ შერევა მოხდა. მერე მაგის შემდეგ ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო და ბაბილონში შერევა მოხდა და 1000 ჯურის ხალხი გამოვიდა, აქაც დაირღვა. ანუ ფაქტიურად სუფთა ისრაელის ხალხი აღარ არსებობს. თუ არსებობს, ეგ ხოლმე შეიძლება მართლა იახვე მიწის. თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან საკითხზე და დაფიქრდით ახლა ამაზე. ანუ შეთანხმება დაიდო, რომ თუ შექემელები წინადაცვეთას ჩაიტარებდნენ მამრები, ჩვეულებრივად დინას დანაშაულს თუ რა ქვია ამ საქციელს, სირცხვილს აპატიებდნენ და ჩვეულებრივად შედგა ვაჭრობა, ანუ შეთანხმება შედგა. ვაჭრობა რა, ევაჭრენ და შეთანხმება შედგა. კი ბატონო. ეხლა გავაგრძელოთ რა მოხდა. დაბადების 34 თავში რა მოხდა. მათი სამწუხო, მათი მთელი ქონება და მთელი პირუტყვი განაჩვენი არ გახდება? ოღონდ დავეთანხმო და ჩვენთან დამკვიდრდებიან. ეს ეუბნება შექემელები რა, სათბირობენ ახლა. დაუჯერა ხამორს და შექემს მის ძეს ქალაქის კარიბჭიდან ყოველმა გამომავალმა და წინა დაიწვთა ქალაქის კარიბჭიდან გამომავალმა ყოველმა მამაკაცმა. ანუ ესენი შეთანხმდნენ და ჩვეულებრივად დაიწვითეს. ანუ შეთანხმება შედგა ისრაელსა და შექემელებს შორის. ოღონდ თქვენ წინა დაიწვდეთ და თქვენი ხალხი, ჩვენი ხალხი იქნება და თქვენგანაც მოვიყვანთ ასულებს და ჩვენგანაც წაიყვანთ ცოლად ამ ქალებს ასულებს. აი, ნახეთ, კიდევ ერთხელ გავამახვილებ, შეიძლება ცოტა ვერ ხსნი კარგად, მაგრამ მინდა რომ თქვენი ყურადღება ზუსტად ამ შეთანხმებაზე გავამახვილო. ხა, აი ლაივში ვარ და როგორ მიშლის ხელს ესა რა. ხო, ნახეთ რაზე აქვს საუბარი.
გეტყვით მუხლს ახლა. ეს არის მე-14 იაკობის ძეებმა სიმონმა და ლევიმ მოითათბირეს მამამისთან და ამ შექემელებს უთხრეს, რომ არ შეგვიძლია წინა დაუცვეთელ კაცს ვერ მივცეთ ჩვენს დას, რადგან ეს ჩვენი შერცხვენა იქნება. მხოლოდ მაშინ ვიქნებით თანახმად, თუ თქვენი ყოველი მამაკაცი ჩვენსავე წინა დაიცვეს. მაშინ მოგატყუებთ ჩვენს ასულებს და ჩვენც შევირთავთ თქვენს ასულებს. თქვენთან დამკვიდრდები და ერთ ხალხად ვიქცევით. წინა დაცვეთას თუ არ ისურვებთ, წავიყვანთ ჩვენს ასულს და წავალთ. ანუ დინას წაიყვანენ იაკობი და მისი შვილები, ძმები სიმონი და ლევი და წაიყვანენ დინას და იქნებიან ცალკე. ან არანაირი შურისძიება. ეს არის გამოსვლა წიგნის 34 თავის მე-14 მე-16 მუხლები. ესე გურამ ბახტაძე, ქრისტემ ხომ გაუქმა ლევან მოსეს ჯული. ჩვენ მოსეს ჯულზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ ისრაელი ერის ისტორიაზე. რა თქმა უნდა გაუქმა ქრისტემ ახლით შეცვალა ეს არის მელქისედეკის წესით მდლობა და ის არონიან ლევიტელური მდლობა არის გაუქმებული. ეს ესე არის. დაანგრიეთ ეს ტაძარი და არავინ იქნება ის ვინც ხელახლა აშენებს მას. თომას ახარებიდან არის ეს ციტატა მოყვანილი. მე მინდა თქვენ გადაშაროთ დაბადების 34 თავის მე-14 მე-16 მუხლები, მე-18 მუხლები და ნახოთ რომ ესე იგი იაკობი და მისი შვილები ლევი და სიმონი შეთანხმდნენ შექემელებთან რომ თუ იმ შემთხვევაში ვიქნები ჩვენ თანახმად რომ შენ დინა წაიყვანო ცოლად, ჩვენი და დინა წაიყვანო ცოლად, თუ შენ და შენი მამაკაცები და მთელი შენი მოსახლეობა წინადაცვეთას გაიკეთებენ მამაკაცები. კი ბატონო, შეთანხმდნენ, ისე უყვარდა ამ ხამურის ძე, შექემის ძეს, შექემელების უფროს აი ეს დინა იაკობის ასული, რომ იაკობის შვილისა დინას სიყვარულის გამო წინადაცვეთა ჩაატარებდნენ მთლიან მოსახლეობას. თუ რამე ვერ გაიგეთ, მეგობრებო, დამიწერეთ და აგიხსნით რა, იმიტომ რომ შეიძლება თქვენთვის გაუგებარი იყოს რაღაც მოლაპარაკო, მაგრამ მინდა რომ ძალიან მარტივიანით წავიყვანო თვითონ ისტორია, რისი თქმაც მინდა ამ თავთან დაკავშირებით. მომწერეთ პასუხი. თუ რამე იგებთ, ან ვერ იგებთ, მითხარით. ამ შეთანხმების შესახებ. ესე იგი, შეთანხმება შედგა და მისცეს დინა გაატანეს შექემელებს. თუ ჯულის მიხედვით იკრძალებოდა იახვეს კანონებით, რომ შენი ასული მიგეთხოვებინა უცხოტომელებს, მაშინ აქ ეს შეთანხმება უკვე, რომ თუ წინადაცვეთას გაიკეთებენ ჩვენ და თქვენი ხალხი ერთი ვიქნები და ჩვენც მოვიყვანთ თქვენგან ასულებს, ეს უკვე ირღვევა იახვეს კანონი. ანუ ფაქტიურად ეს ვაჭრობა იახვეს კანონებს ეწინააღმდეგება. ესე იგი იაკობი და მისი შვილები სიმონი და ლევი იახვეს კანონებს გვერდზე წევენ და თუ ამას გააკეთებ, ჩვენ შევთანხმდებით და გაგატანთ დინას. თუ არ შევთანხმდებით და წინადაცვეთას არ ჩაიტარებ, მაშინ უკან წავიყვანთ ჩვენს დინას და ვეღარ წაიყვანთ ცოლად. მიხვდით ხო საქმის რაში არის. ანუ იახვეს კანონები აქ აღარ მოძრაობს. აქ არის უკვე პიროვნული ამბიციები, რომ ამას თუ იზავთ, იმას იზავთ, ამას და რა თქმა უნდა ეს შეთანხმება შედგა. შექემელები დაეთანხმნენ ამ შეთანხმებას და წაიყვანეს დინა ცოლად ამ კაცმა. ეს არის ხამურის ძე, ხიველი ხამურის ძე, შექემი. შექემი ქვია ამ კაცს. ვინც დაწვა დინასთან. მესამე დღეს, როცა ჭრილობას ტკიოდათ ამ შექემელებს, იაკობის ორმა ძემ, სიმონმა და ლევიმ, ვინც შეთანხმება დადო შექემელებთან, აიღეს მახვილი ხელში, თავამად შევიდნენ ქალაქში და ამოხოცეს ყოველი მამაკაცი. ანუ შეთანხმება დადო და თავადვე დაარღვიეს ეს შეთანხმება. აი, ხომ მიხვდით ახლა ეს რა საქციელიც არის. და თუ ეს ჯურის მიხედვით გამართლებული არის, როგორც ეს თეოლოგები ამართლებენ, მაშინ იაკობი რატო შეწუხდა ამ ამბავზე? ნახეთ, ყველა წერია და მახვილით მოკლეს ხამური და შექემი, მისი ძე, წაიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წავიდნენ. მოვიდნენ იაკობის ძენი მოკლულებთან და გაძარცვეს ქალაქი, რადგან წაბილწეს მათი და დინა.
ესე იგი მიზეზი ამ ქალაქის აოხრების ყოფილა დინას წაბილწვა. რომ არ ყავდა ცოლად წაყვანილი და ისე დაწვა ამ ქალთან, რომ არ გააგებინეს მის ძმებსა და ოჯახს და ამის გამო ვითომ ამართლებენ, რომ აი ხედავთ დახოცეს ის ხალხი და წამოიყვანეს. მივიდნენ იაკობის ძენი მოკრულეებთან და გაძარცვეს ქალაქი. დაჟე ქალაქიც გაძარცვეს და ტყვეებით წამოიყვანეს. წარმოგიდგენიათ ხო საქმის არშილაშია. ესე იგი მე არ მომწონს ის უცხოელი, თან შეთანხმებას უდებ, თუ ამას იცავ, კი ბატონო, წაიყვანე, პრობლემა არ მაქვს. ის ასრულებს თავის პირობას და შენ ამ პირობას არ ღვევ და თავს იმართებ იმით, რომ ჩემი და დინა შეურაცხყოფა მიაყენა და აი შური ვიწიე. ეს ხო არის მაგარი არაკაცული საქციელი. არაკაცულიც არ არის, ეს არის ძალიან ცუდი საქციელი. რადგან იაკობი, რა თქმა უნდა, თავის პრეტენზიას გამოთქვავს და იტყვის ახლა აგერ მთელი მათი სიმდიდრე დაატყვევეს მათი ბავშვები და ცოლები, ხელთიგდე ცხოველივე, რაც სასახლეში ჰქონდათ. ესე იგი, ცოლებიც გაუპატიურეს, მათი ბავშვები წამოიყვანეს, ყველაფერი გაძარცვეს, მთელი მათი სიმდიდრე და მამაკაცები ამოხოცეს. ხვდებით ხო, უკვე რასთან აქვს ჩვენ საქმე, ხო? ეს არის იაჰვეს კანონების გვერდზე გაწევა და პირადად ისრაელიერის ჩათლახური მოქმედებები, რაც დაბადების 34 თავში წერია. ნებისმიერ თეოლოგი დამისუთხავ ხო და იმაზე მალაპარაკეთ. აი 34 თავზე მაქვს საუბარი დაბადების წინი და შევეხები ხა განმარტებასაც, რასაც აკადემიის ხალხი ამბობენ. ყველა განმარტებას მოვიყვან, ეს არ არის რა. განსხვავებული აზრის მოსმენა კი არა. აი და კრიტიკული კი არა, რომ იზახიან ჩემზე, რომ ეს ვინ არისო, რომ თეოლოგიას აკრიტიკებს. მალე მოვა თქვენი დროც დამთავრდება მალე, მაიცადე. ეხლა ნახეთ თქვენ. თქვენ სულ გაყიდულო ებრაელებო თქვენ. იმ ამბავს ყვები პროჭულად რომ დაჭრეს ჯუჯა და მე თავს დაესხნენ. კი ლევან უყურე, ნახე მარტო ეგ არა. მე ხა გეტყვი აკადემიაში მაგ თემას როგორ მიხსენე. ნუ მოკლედ განახებ ამ წიგნს, ეს არის 1200 გვერდიანი გამოცემული მარტო დაბადების წიგნის განმარტება, იცით ხო გიორგი გვასალიას. ეს ვიყიდე 2000 რომელი წელი იყო 2009 წელი თუ 8 წელი დაახლოებით ეს თვითონ ნახო. 2014 წელს არის გამოცემული სხვადასხვა 2014 წელს კი. როცა დავამთავრე სემინარია, ახალი გამოცემული ქონა ბატონი გიორგის და შევიძინე აუცილებლად წავიკითხავ ამასაც. უბრალოდ ეხა თქვენი ყურადღება რაზე მინდა გავამახვილო რა. ჩავამთავრებ ამ თავს და მე დავიწყებ რა. შემოვიდეს ცოტა ხალხიც რა. არ არის ყურადღებას არავის არ აინტერესებს ის სიმართლე გითხრა. აი ეგეთ სიღრმეში არავინ არ მიდის. ხო. კაროჩ გაძარცვეს მთელი სიმდიდრე შექემელების, ეს შეთანხმებას დაარღვიეს, ხელში ჩაიგდეს ყველაფერი, ცოლები წამოიყვანეს, ან ბავშვები კი არა მოუხოციათ. მათი ბავშვები, ცოლები წამოიყვანეს, რასაც ჯული უკწალოდა. ნახელევან დააკორდი რა ხდება. იაჰვეს რჯულია მეორე კანონის მეორე რჯულის მეშვიდე თავში, იაჰვე უკრძალავს არა მარტო საკუთარი ქალიშვილის გათხოვებას უცხოტომელეს კაცზე, არამედ იმათი ცოლების წამოყვანას. ხარჭებად, ცოლებად, ვასალებად, ფაქტურად ესეც შერევა არის რა. თავი დავანებოთ, რომ დავით მეფსამურეს ბებია მოაბელი რუთი იყო და მოაბი და ისრაელი არ უნდა შერეულიყვნენ ერთმანეთს, მაგრამ როგორც ჩანს შერეულიაც. მოაბელი რუთი იყო დავითის დიდი ბებია. ანუ ხო მიხვდით, ანუ დამიწერეთ რა ის რა ქვია, პასუხები, რომ მიხვდით ან რაღაცა ისეთი, რომ გაიგეთ ან რაღაცა. თუ არა და ამას ავხსნით დედალურად, ეხლა ზუსტად ასე მუხლობრივად რაც შემიძლია შევეცდები, მაგრამ თქვენ უფრო თუ უკეთესად გესმით რაღაცა მუხლები, სადაც იგივე პარალელებს ნახავთ, შეგიძლიათ ამოწეროთ ეს საკითხი და ცალკე ჩამომიწეროთ. რომ უფრო მეტად გავავარცოთ ეს თემა და უფრო მეტად გაივრცოს რაზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. ხო. ნუ მოკლედ უთხრა იაკობმა სიმონსა და ლევის, დამღუპეთ, რადგან შეაძულეთ ჩემი თავი ქანაანელებსა და ფერიზელებს. ისე რომ დამაბნიო მისი აკეთებენ, ახლა მომუნდებათ ყველას მოწერეთ. ხო, გასაგებია კი გისმეთ. კარგი ბატონო, გავაგზავნოთ. ბოლო მუხლები 34 თავის წავიკითხოთ.
ვისაც ბიბლია გაქვთ, გადაშალეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს თქვენ დაგეხმარებათ, მე არა. უთხრა იაკობმა სიმონს და ლევის დამღუპეთ, რადგან შეაძულეთ ჩემი თავი კანაანელებს და ფერიზელებს. ამ ქვეყნის მცხოვრებლებს ხალხი ცოტა მყავს, ჩემს წინააღმდეგ გაერთიანებიდან და მომსწობენ, მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც. მაგრამ მათ უპასუხეთ, განაჩვენეთ დას ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც მეძავს. განაჩვენს დას ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც მეძავს. ეხა გაახსენეთ, უყურეთ, რომ მის დავს ისე მოექცნენ, როგორც მეძავს. ეხა გაახსენეთ. ეს არ იყო პასუხი. და დანარჩენი უკვე 35 თავი სულ სხვა ინფორმაცია შეიცავს. ანუ ამ ინფორმაციაზე არაფერი აღარ არის. ეხა უყურე რა ხდება. ეხა არიან ისე თეოლოგები რა, პაჭო ხალხი რაღაცეები რა, ის აკადემიაში რო არიან და ნახევარზე მეტი დაბშტენილი რო არის იქ. დაჭყეტილი თვალებით როზია. ესენი როგორ უყურებენ ამ საკითხს უყურე? იაკობმაო, ეს იმიტომ კი არ უთხრაო დამღუპეთო, რომ რაღაცა ცუდი ჩაიდინეს მის მაშულებმაო. და არ უნდა გაეკეთებინათ ესაო. და არ მოუწონა საქცია, ამის ნეობრუნვალ იმაზე არ არის საუბარი აქ რა. სწორად მოიქცენ თუ არასწორად მოიქცენ. არა, საერთოდ არ გაუპროტესტებია მათი ეს აქცია. პროსტა შიშის გამო თქვაო, რომ ეხლა შურს იძიებენო და გაერთიანდებიანო და ამ საქცირის გამო მე დამღუპავანო და საფრთხე ემუქრება ჩემს თავმოყრობას. და მათ უპასუხეს, რომ როგორ ეხლა ჩვენი და გაუპატიურა, ჯერ ერთი გაუპატიურება არ იყო, იმიტომ რომ ჯურში წერია, რომ თუ ქორწინებამდე მოხდება ქალის და ვაჟის სიყვარულით კავშირი, ეს აუცილებლად უნდა დაგვირგვინდეს ქორწინებით, უნდა წაიყვანოს ცოლად, ჯული ამის უფლებას აძლევს. ქორწინებამდე თუ იქნათ ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ არაწესიერი საქციელია, მაგრამ რა ვქნათ, შეიძლება უყვარდე და მშობლების წინააღმდეგი იყვნენ და მოხდეს, რომ ისე ქალის და ვაჟს დაწუნեն ერთმანეთთან, უნდა გაათხოვა აუცილებლად. მაგათ დაშორება აღარ შეიძლება. ამას ჯული ამბობდა პირდაპირ. და გამოსასყიდს უნდა გადაუხადო მამამის ამ სირცხულისთვის, რომ ესე მოიქცინა. სხვანაირად არ გამოდიოდა რა. რომ დააშორო უფრო ცუდია. ბევრი შემთხვევებია, რომ ესე ხდება, მამისგან ფარულად გოგოები ესე ჩადიან საქციელს და მერე კი აღარ ათხოვებენ მამები, აშორებენ, რომ არა, ჩვენ არ გვინდა ეგეც იცი და უნდა გაშორდე და რაღაც შვილისა და მამას შორის ხიჭატახილობა ხდება მშობლებს შორის, პრობლემები ხდება მაგის გამო. ნუ მოკლედ აქ ეგეთი პრობლემა არ ყოფილა და იაკობს არ ეშინია იმისა, რომ რაღაც თავის შვილების სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეს, მაგის კი არ ეშინია, არამედ იმის ეშინია, რომ შვილს იძიებენ. იმის გამო რაც თქვენ ჩაიდინეთ. და უპასუხეს განაჩვენ დას, ისე არ უნდა მოქცეოდნენ, რომ ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც მეძავსო? ანუ წარმოგიდგენია თქვენ ესე იგი თუ მშობლებთან შეუთანხმებლობის გარეშე შენ ქალთან დაწვევი, ანუ რაღაც ურთიერთობა გექნება იმ გოგოსთან. ეს იგივე როგორც მეძავს მოექცე, ისეთივე თორფასი არის ამათი გადმოსახედიდან. ანუ ბიბლიური ჭრილში ვიძახი რა, აქ სიყვარულზე აღარ არის, რომელ სიყვარულზე საუბარი. მაინც და მაინც მშობლები უნდა შეათანხმონ და მშობლებს იქემ არ უნდა ხარ სიძეთ, ხო? ან ბიჭის მშობლებს იქემ საერთოდ არ უნდა ეს გოგო ძლად. ამაზე აღარ ფიქრობენ. თავარი არის რომ როგორ ეხლა გოგოს და ბიჭი ერთმანეთ მოეწონათ და ქორწინების გარეშე როგორ დაწმენ, ეს უკვე მეძაობაა. ეს არასწორი ინტერპრეტაცია ხალხო და დღეს ამდენი წლებია ეს თვალებში ნაცარს გვაყრიან რა. და ეს რაღაცა ებრაელების ზღაპრები, რომლებიც რავი ამას წმინდა წერილი როგორ უნდა უწოდო მე აზიარო. ეხლა იწახიან აბა აქამდე რითი სარგებლობდი, ხო? რა სარგებლობდი დაფიქრდი, აბა ელემენტარული დაფიქრდი. შეთანხმებას მე დავდებ ეხა თქვენთან. გეტყვი, დაგპირდები რომ ოღონდ შენეს გააკეთე და არაფერი პრობლემა არ მაქვს. თან ვიცი რომ ჩემი ჯული მიგწადავს შენი ჩემი ასულის, ჩემი ქალიშვილის შენზე ცოლად მოთხოვებას და ამას ფეხებზე ვიკიდებ და გეუბნები რომ არა უშავრო კაცო შენ ოღონდ წინადაც ούτε ჩაიტარე და სადაც გინდა იწაგიყვანია ჩემი და ან ჩემი ქალიშვილი ხო და ჩემი და ხო იაკობისა და სიმონის იაკობის ქალიშვილი იყო და სიმონისა და ლევის და იყო დინა და წაიყვან ისინი წაიყვან ხა როგორ ნორმალური ადამიანი ხა მე ვთქვათ ქართველი ვარ აი ჩემ თაზე არ ვიყოთ რა მომეწონა იაკობის ასული დინა რა თქმა უნდა ჯურის მიხედვით დინას მეცოლად არავინ არ მომცემს ამიტომ გადავწყვიტე მე და დინამ რომ ერთმანეთი გვიყვარდა და დავწოლილიყავით და გაიგეს იმათმა ოჯახის წევრებმა და კაროჩე მეუბნებიან რომ აი ლევან შენ თუ წინადაც უთას ჩაიტარებ აქ შემთხვევაში მოგცემთ ჩვენს გოგოს ცოლად ჩვენს ასულს აი იაკობი მეუბნება რა და ეზმებიც ჩვენს დასწოლად მაგ შემთხვევაში კი ბატონო მე ვთანხმდები
ვაკეთებ წინადაცვას და მე მოდიან და მკლავენ ამის გამო რომ მე როგორც მეძავს ისე მოვეკეცი მის დას. ეს არის მეგობრებო ძალიან დიდი შეცდომა რა. ჯერ ერთი აქ მეძაობა რა შუაში არის კაცო. მე ის ხალი ცოლად მინდა. მე ის გოგო მიყვარს. აქ მეძაობა აღარ არის უკვე ეს რა შუაშია მეძაობა. მეძავი არის მეძაურად მოექცეოდნენ იმ შემთხვევაში თუ ეს კაცი ცოლად არ წაიყვანდა. ანუ აშკარად გულსფელი იყო ეს შექემი რა და მართლა შეუყვარდა ის იაკობის ასული დინა და უნდა ცოლად. ხო ეს ნორმა, ანუ არ არის ნორმა? რახან ებრაელია და რახან წინადაცვით უნდა გააყოლონ, მე არა მაქვს უფლება ებრაელი ქალის ცოლად მოყვანის, რომ შემიყვარდეს, ებრაელი ქალი არ უნდა შემიყვარდეს? ანუ კიდევ ვერ ხვდებით ხო მე ის თქმა მინდა. როცა იძახით რომ იახვე იესოა, ძველი აღთქმის ღმერთი და ახალი აღთქმის ღმერთი იესო ქრისტე ეს ერთი და იგივე ღმერთია, ბოდიშით რა მე ვერ დაგეთანხმებით რა. იმიტომ რომ რა ვიცი ხა იესო ქრისტე არ აკრძალავს რომ რახან ებრაელია ის წინადაცვითის გამო არ მოიყვანო ცოლად თუ წინადაცვილი არ ახარ. მე მაგეთ რაღაცას ქრისტე არ მეუნება და ეხა ეტყვის ვიღაცა ჭკუანაკლური რომ ისო ძველი აღთქმა იყო ქრისტემდეო. ბიჭო, ძველი აღთქმის კანონების მომცემი, ახალი აღთქმის კანონების მომცემი არ არის? თუ იქ სხვა წესები იყო და ახალში ქრისტემ შეცვალა. თუ შეცვალა, რის აღსასრულებლად და რის დასამკვიდრებლად მოვიდა, თუ არ გააუქმა. თუ არ გააუქმა ის ძველი, როგორც თქვენ ამბობთ, ძველი არ გააუქმაო. აბა რატო არ შეიძლება, რატო დაუშვა რომ მე ებრაელი ქალი მოვიყვანო წინადაუცვითელმა. ეს ხო პირდაპირ წინააღმდეგება იახვეს კანონებს. ეს შეურაცხყოფაა ჯურის. და თვითონ ჯურშივე არის დარღვევული ის, რასაც იახვე ეუბნება რომ იოსები, შეისა, ეფრემი, მენაშე, რავი, კიდევ ბევრი ხალხი იყო, რომლებმაც ესეთი რაღაცეები გააკეთეს. ხო უცხოტომელები ცოლებად მოიყვანეს. აი გადავხედოთ ესთერის ციგს თუნდაც, ხო? მე ხალხ შევეხებით ესთერის ციგში გამართლებულია ეს აქცია, რაც სიმონმა და ლევიმ ჩაიდინეს, ხო და ესთერი იყო ებრაელი ქალი, რომელიც ცოლად გაყვა სპარს, არტაქსერქსე პირველი რო იყო, ხო იცი ლევონი დასრულებიზოდა. აი იმას გაყვა ცოლად. და ებრაული კანონების მიხედვით, იახვეს კანონების მიხედვით, ესთერს ებრაელ ქალს არ ჰქონდა უფლება რომ წინა დაუცვეთელ კაცს ცოლად გაყოლოდა. ხალხო, აქაც იახვეს კანონები ირღვევა. მეორე ჯურის მეშვიდე თავი ირღვევა. არც შენი ასული მიათხოვო წინა დაუცვეთეს და უცხოტომელს და არც მათი ასულები არ ითხოვო ცოლათო, შენი ძისთვისო. ზად არ ითხოვო, ანუ ზად არ დაისვა. აქ ირღვევა ხალხო. მეორე ჯურის მეშვიდე თავის იახვეს კანონები ირღვევა, ძველ აღთქმაში ბევრგან ირღვევა. ხო, შვიდობა ლევან, ისე წინადაცვითა მონობის სიმბოლო მგონია მე, იახვესადმი მონობის ნიშნად აკეთებენ ამას. და არც ის მგონია რომ ქრისტეს წინადაცვითა ქონდა გაკეთებული. ტყუილი მგონია ეს. ხო, აი კიდე გასარკვევი საქმე არის. რომელსაც დღევანდელი თეოლოგები და აკადემიკოსები არ იწუხებენ თავს. უბრალოდ რა არის, იცი რომ ლევანის არა აქვს ისეთი სათანადო განათლება, რომ ჩვენ დაგვიპირისპირდეს და სანამ თეოლოგიის კრიტიკას დაიწყებს, მოდი ჯერ კარგად შეისწავლოს ბიბლია. ჯერ ერთი ბიბლიას არანაირი შესწავლა არ უნდა აკადემიურ დონეზე, იმიტომ რომ უამრავი განმარტებები და ინტერპრეტაციები არსებობს და მე ეს ყველაფერი წაკითხული მაქვს. მაქვს წვდომები ყველაფერი. დიდი ხანი ერთი 20 წელია მე ამ საქმეში ვარ და 20 წელია ვკითხულობ ამებს. ესე კი არა რომ დღეს ამას წავიკითხავ და როგორც ესენი ამბობენ კიდე ის ნარიმანას მრევლი რომ არაო ისო დახტისო, ვინ დახტის, მე დახტი ვარ? თუ თვითონ თავიანთი სიტყვებზე თვითონ დახტიან. ჯერ იძახიან რომ ქრისტეაო ღმერთიო, მე იძახიან ქრისტე არ არის ღმერთიო. მე იძახის რომ მამა ღმერთიაო, ქრისტეს ღმერთიო და მე იძახის მამა ღმერთი მე ვარ. მე დახტი ვარ სიტყვებზე და ეგენი არ დახტიან სიტყვებზე? თუ აღიარებენ ეგენი რომ მამა ნიკოლოზია სამება ღმერთი და სამებას უწოდებენ, თვითონ მამა ნიკოლოზმა თქვა ეს ოფიციალური წყაროები არსებობს ამის. მეუფე იოსებ შემოქმედებმა და დედა პარასკევა გადაცვლილმა დაამოწმა რომ მამა ნიკოლოზმა საჯაროდ განაცხადა სამების დოგმაზე რომ დაიწყო საუბარი, საჯაროდ განაცხადა მამა ნიკოლოზმა რომ თუ ქრისტე ღმერთი განკაცდა, რატო არ შეიძლება რომ განკაცებულიყო მამა ღმერთიო? და რო არაფერი ვერ უპასუხეს მუდრებმა სინოდზე ხო იქ საპატრიარქოში. ამან უთხრა მე რომ ხო და ის მამა ღმერთი მე ვარო. ნუ არ ვიცი მეგობრებო, ეხლა რა ვიცი. თქვენ თვითონ განსაჯეთ ეგ ჩემი განსაჯელი არის. აი ამ წიგნზე წავიკითხავ ეხლა ამ 34 თავის განმარტებას, თუ როგორ განმარტავენ ჩვენი ბრძენი აკადემიკოსები. გიორგი გვასალიას წიგნი არის ეს. ახლა ის რას ამბობს ეხლა? როგორ აპრავებს ეხლა ამ საქციას? მაგარი რაღაცები უწერი. ცხადია სიმონისა და ლევის აქციელის ნეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე შეიძლება დედებითად არ შევაფასოთ,
მაგრამ აქ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ იაკობი და მისი მოდგმა აშკარა საფრთხის წინაშე იდგნენ. ამ ადგილთან დაკავშირებით შესანიშნავად აღნიშნავს განმარტებელი ძმებს შურისძიება და დისთვის ნამუსის მოწმენდა ამოქმედებდათ. მაგრამ მათი ამ საქციელის უკან მათთვის გაუცნობიერებელი აზრი იმალებოდა. აქ სიღრმისეულად მოქმედებს ღვთიური განგება, დინას ტრაგიკულ ეპიზოდში გამოჩნდა ჩრდილი მოსეს ჯულისა, რომელმაც აუკრძალა ყოველგვარი ურთიერთობა, გარდა აღებიცემომისა, ანუ ვაჭრობის გარდა ყოველგვარი ურთიერთობა აუკრძალა ქანაანელებთან და უცხოტომელებთან. მით უმეტეს ქორწინება აუკრძალა. აი, წეგან მოგიხსენებთ, რომ მეორე ჯულის მეშვიდე თავის პირველი მეოთხე მუხლებში აშკარად აკრძალული არის ქორწინებითი ურთიერთობა უცხოტომელებთან. იაკობის ხანაში ჯერ კიდევ არ არსებობდა ერი და იყო მხოლოდ ჩანასახით შეეული ერისა და იაკობის ზეთა სახით და არც ჯული იყო გამოცხადებული. ჯული არსებობდა თუ შეიძლება ითქვას ფრაგმენტულად აბრაამი დამოყოლებული პატრიარქების ცნობიერებაში, რამდენადაც ისინი ატარებდნენ რჩეულების შეგნებას. რჩეული ერი თავის ჩანასახშივე არ უნდა შერეოდა ქანაანელ ტომებს, რომელთა შორის მისი წინაპარი მამამთავრები თქმურობდნენ. ამით იყო გამოწვეული აბრაამის დაჟინებული მოთხოვნა, რომ ისააკს შორიდან, მაგრამ სანათესაოდან და არავითარ შემთხვევაში ქანაანელთაგან არ უნდა მოიყვანა ცოლი. მარტო ნათესაობიდან უნდა მოიყვანა. რომ ისრაელი ერი არ შეურევოდა სხვა ერს სისხლი არ არებულიყო. ასევე იაკობიც შორს მიდის ცოლის სათხოვნელად. ადგილობრივი მოსახლეობიდან ქალის მოყვანა გამოიწვევდა აუცილებელ ინტეგრაციას მათთან, რაც შეამღერებდა რჩეულის სისხლს, როგორც ეს ღვთისშვილთა შეთიანთან ადამიანთა ასულთა კაინიანთა შეუღლების შედეგად მოხდა. ეხლა მეცნე ქალა დაიშივარე. ანუ ღვთისშვილთა შეთიანთაო, ანუ ღვთისშვილებს შეთიანებს უწოდებენ და ადამიანთა ასულებს კაინთა შთამომავლობას უწოდებენ. ახლა რამ ხელარი ის არის ყურე. ანუ ღვთისშვილებში შეთიანთა მოდგმას გულისხმობენ და ადამიანთა ასულებში კაინიანთა მოდგმას. ესე იგი რა, შეთის შთამომავლები ადამიანთა შთამომავლები არ იყვნენ? რომ წერია ღვთისშვილთაო და ადამიანთა ასულები, აქაც დამახინჯება. ეგ ენოქის სიგნის უარყოფაა. ღვთისშვილებში იგულისხმებიან ანგელოზები და ადამიანთა ასულები იგულისხმებიან შეთის შთამომავლები. ზიახაც კაინის შთამომავლები რა შუაშია. კაინს ვინ უნდა მოიყვანა ცოლად საკუთარი და? საიდან უნდა გამრავლებულიყო? კაინი ხო გადაიხვეწა ნოდის ქვეყანაში. იქიდან რომელი ცოლი მოიყვანა საკუთარი და მოიყვანა ცოლად? აქაც დამახინჯება მეგობრებო. და პატრიარქთა ცხოვრების წლების გმურობა იყო, ასე იყო აბრაამი, ასე იყო ისააკი, ასე უნდა ყოფილიყო იაკობი და ძენი მისნი. ქვეყნის დამკვიდრება როგორც მუდმივი საცხოვრებლისა მომავლის საქმე იყო. ქვეყანა უკვე ერად ქმნილ ხალხს უნდა დაემკვიდრებინა. ეხლა წმინდა იოანე ოქროპირი როგორ განმარტავს აი იოსებისა და სიმონის და ლევის აქციას. იოანე ოქროპირი სიმონის და ლევის აქციას პირდაპირ უბიწოებისათვის მოშურნეობას უწოდებს და ძმების აქციას განიხილავს როგორც მათი ზნეობრივი გრძნობების შეურაცხყოფის პასუხს. ანუ ოქროპირი ამართლებს სიმონისა და ლევის პროჭობას. ოქროპირი თქვენი საყვარელი წმინდა მამა. ხვდებით ხალხო რასთან გვაქვს ჩვენ საქმე? ეხლა მომდებათ ამათაც რა. სერიოზული ავადმყოფები არიან მეგობრებო ეკლესიაში. სერიოზული პრობლემები აქვთ. სულიერი. გარდა ამისა, იუდითის წიგნი, ეხლა ნახეთ რა წერია, სიმონის და ლევის აქციას დინას შეურაცხყოფის გამო სიქემელებზე დატეხილ ღვთის საჯრად აცხადებს. იუდითის წიგნიც კი ამართლებს სიმონისა და ლევის პროჭობას. წავიკითხოთ ეხლა რა წერია. იუდითის წიგნის მე-9 თავში. მეორე მესამე მუხლში. პირველად დაიმხო დავითი, იუდითი გაიძახა ძაძა, რომელიც ემოსდა დაიყარა თავზე ნაცარი და იმ დროს, როცა იერუსალიმში ღვთის სახში მწუხრისას გუნდრუკი აკმიას, შეხაღა და ხმამაღლა იახვეს და თქვა: იახვე ღმერთო მამა ჩემისა, სიმონისაო, რომელსაც მიეცხელში მახვილი უცხოთესთა შურის საძიებლად, რომელთაც შესაბილწად გახსნეს ქალწულის საშო, შესარცხვინად გააშიშვლეს ბარძაყი, საგინებლად შებილწეს საშო, კითხვი ნუ იქნება ასე, მაგრამ მათ ჩაიდინეს ეს. ამის წივის ასეპილოდ მიეცი მათი მთავრები და მათივე სისხლით მორწყე მათი ცოდვის მხილველი სარეცელი. მონები ძლიერებზე დაამხე, ძლიერნიკი თავიანთ სავარძლებზე. მათი ცოლები ნადავლად მიეცი, მათი ასულები დასატყვევებლად. მთელი მათი ალაფი დასანაწილებლად შენ რჩეულ ძეთა შორის, რომელიც აღივსნენ შენს მიმართ შური და შეიძაგეს მათი სისხლის სიბილძე და გიხმეს შენწეთ, ღმერთო, ღმერთო ჩემო ისმინე ჩემიც ქვრივისა.
იუდითი ქვრივი იყო. ჩემი ცისმინა, ანუ მეც მიშველიო გამათხოვე. ეხა უყურე შენ. კაი, დაუშვა და ჯული დაირღო და ღმერთმა იძიე და ღმერთს დავაბრალოთ, იახვეს დავაბრალოთ, სიმონისა და ლევის პაროჭობას, კაი, გავამართლოთ, დაუშვა და გავამართლოთ რა. იმათი ცოლები და ბავშვები რო წამოიყვანე და შენ რო იხმარე და გაუპატიურე. შენც ჯულის მიხედვით ხო აკრძალული გაქვს ეგა. იმათი ცოლების ცოლებად მოყვანა. იმათი ცოლების შენც ქვეყანაში შემოსვლა. ხო აკრძალული გაქვს ეგა. ისინი რაღაცა მოყავს აქ. ხედავთ მეგობრებო, ვინ არიან ებრაელები? და აი ეს თეოლოგები და ასეთნაირი ხალხი, მასონები, აი მასონები, ყურე? მასონები. დააკვირდით? მასონური ლოგო. აი ეს მასონები გვაზიან დღეს ეკლესიაში თავზე. აი ესენი გვაზია. და რაღაცა დებილობა იუდეულის ხაპარებს გიმართლებენ და გიპრავებენ, რომ ეს ღმერთის ნება ყოფილა, რომ სიმონმა და ლევიმ ასეთი პაროჭული საქციელი ჩაიდინეს, ვითომ და რაღაცა დინას გამო. არანაირი დინას გამო არ გაუკეთებიათ. და იახვეს ნუ დააბრალებთ ამას და თუ იახვემ გააკეთა კიდე მთლად უარის. თქვენ ხო არც იუდითის წიგნს არ აღიარებთ. თქვენ ხო არაფერს არ აღიარებთ გადა თქვენი წმინდა მამებისა, გადა თქვენი ავადმყოფი სულიერი ლიდერებისა. ხო არავის არ აღიარებთ. თქვენთვის ავტორიტეტიც კი არ არის ბიბლია თუ რაღაც გარდამოცემები არა. აი სადაც გინდა და ვისთანაც გინდა დამსვით, აი ეს პაროჭობა გამომართლება, გამართოს ნებისმიერ, მაგრამ კარგი რა მეგობრებო რა. კარგი რა და მე გინდა თქვა რომ თქვენ მოსე და ეს ისრაელის ხალხი ქრისტიანები იყვნენ? აი ეს გინდა თქვენ დამაჯეროთ აი ამ მასონების მიერ? და თქვენ ამას ოფიციალურად აკადემია სემინარიაში ასწავლით ხალხს და თავი ქრისტიანებად მოგაქვთ? რა, თქვენ თუ მაგას ქრისტიანობას ეძახით, შევარცხვინე მე თქვენი ქრისტიანობა, რა საერთოდ. წადით მაშინ წინადაც უნდა ჩაიტარეთ და იარეთ ჩამოგდებულებმა. ავადმყოფების ქვეყანა მეტი არაფერი არ ითქმება ამაზე. იდე ავაგზავნოთ ახლა ნახე 1000 ზღაპრებს დაწერენ კიდე, დაიცადე? რა არის იცი უყურე? როგორ რაღაცა იმას იზავრა ქვია, განსხვავებულა შეიტანდა რაღაცა სიტყვი რომ ბიჭო ეს რანაირად არის ეს რეალობაში შენ რო გადმოიტანო შენ რო შეგეწოს რა? არა, ისო იმარა იცისო რას გვეკამათება. რა იცი შენ გააკითხვაზე პასუხები? არა გაქვს ხო? აბა შენ რაზე ამტკიცებს რომ შენი დოგმატი მართლმადიდებლობა სწორ სწავლებაზე დგას. მამა ნიკოლოზი პოლიტ მამაოა და არა მამა განკაცდა ღმერთობა. ღმერთ კაცობიდან განზე დგომას ნიშნავს. კაც ღმერთობა სრულ კაცობას ნიშნავს. ბიბლია პოლიტ სამართავი ინსტრუქცია არის. შენ ძმის გულოს სწორად ეძებს სრულყოფილობას. მე შენთან ვარ. ჩვენ ქართული სულისანები ვართ. ხო, ეგრე არის რა. ანუ არ ჯდება ეხა გეონები 20 წელი მე ამ ებრაულ რაღაცებს მაკითხებენ გამიგე და ბიჭო არ ჯდება რა. ეხა როგორც ქრისტიანი მე ჩემ თავზე რომ მივიღო რა. სხვა არის, ანუ ისრაელი მე არ მიიღებს. ისრაელი მეუბნება რომ შენ არ ახარ ჩემი ღირსი რომ მე ჩემი ქალიშვილი შენ ცოლად მოგათხოვო. დღესაც ეს არა, ანუ ეს არის ჯური იახვეს ჯური. შენ თავის შვილს ებრაელი არ მოგათხოვებს. იმიტომ რომ ხარ ქართველი, უცხოელი, უცხოტომელი. და ვიღაცა გამოვა და იტყვის რომ აუ რას აგინებს იმას ეკლესიას აგინებს ბიჭო. ეს ეხლა თქვენთვის ნორმა არის. აი ეს ამის დამწერი და ამის მასწავლებელი აკადემიაში თქვენთვის ნორმა ახალ ხო არ გადამრიგდით რა. აი ნორმალურები ხართ საერთოდ კაცო. ანუ რამეს ისეთ ლაპარაკობ, რაც არ არის ქართული, არ გესმით ყურში. აი დაამისვით რა ერთი ნორმალური ადამიანი, ვინმე აკადემიკოსი რა, ვისაც გინდა იმას კი თქვენ თვითონ შეეკითხეთ რა, თქვენი მამები თუ შაფანტყურები თუ ვიღაც ავადმყოფები. თორე ნორმალური ვინც აკავთ ის გამომიყვანეთ ერთი და აი ამაზე მასაუბრეთ სიმონისა და ლევის პაროჭობა როგორ მართლდება იახვეს კანონებით ამიხსენით. კაი, გასაგებია რომ ქალიშვილი არ უნდა იმას ეკან და ბაზარი არ არის რომ დინას გამო შური იძიეს და დახოცეს და რაღაცე, მაგრამ ის რჯული შენ გიგზავნოს რომ იმათი ცოლები წამოიყვანო შენთან. ესეც აღრევაა, არ შეიძლება. ნახე ხა კიდე როგორია ამათ პაროჭობის გაპრავება, ნახე. აი ესენი ხალხი არიან გამოსაყრელები, არ უნდა იყვნენ კათედრაზე ესეთ ხალხი რა. გამოსაყრელები არიან. ეხა ნახე რახე, უყურე გავაგზავნოთ. იუდაური ეგზეგეტიკით, უყურეთ, ნახე როგორ იწყებს საუბარს, იუდეური ეგზეგეტიკით.
ქართული ეგზეგეტი კი არა, იუდეული ეგზეგეტი. რა ჩემს შვილთაკოლად გირდება იუდაური ეგზეგეტი არ მესმის. კაი დაუშვა და აბა რას ამბობენ ერთი აბა. სიმონმა და ლევიმ, ანუ იაკობის შვილებმა, რაც ეს პროჭობა ჩაიდინეს, თავიანთი საქციელით ერთგვარი ნიშანი მისცეს იაკობს შეიარაღებულიყო გარშემო მყოფი ტომების წინააღმდეგ. აჰა. ესე იგი, იუდაიზმის მიზანი არის რა? შენ გაქციოს გვერდზე, გითხრათ, ქართველი ხარ? არა, ძმაო, შენ ჩვენიანი არ ხარ. სანამ წინადაცვას ჩაიტარე, მაინც არ გაღიარებ. გეძახიან პროზელიტს. პროზელიტი ის ნიშნავს, ვინც გაიუდეველდა, მაგრამ არ არის ჯულით იუდეველი. წინადაცვთა რო გაიკეთო, შენ იუდეველი არ ხდები. რახან წინადაცვთა ჩაიტარე? შენ ხარ პროზელიტი. პროზელიტი კიდე ებრაელი არ არის. პროზელიტი არ არის იუდეველი. მაინც გიყურებენ როგორც გოის, ანუ უცხოს. შენ მაინც უცხოს ისხდი ხარ. ამის შორობა ჩუჩა მოიჭერით, ვარ მოიჭერი, მაგრამ ხო ხედავ როგორ უყურებენ ზიზღით მაინც არა ებრაელებს. ლევაზამი პოჩაღ მომწონხა, კარგად გამოიყურები. დიდება უფალსამი უფრო და მეტი ძალა შემოვა შენში. წარმატებები ძამი. მადლობა ირაკლი, მადლობა გაიხარე. ნახეთ ახლა უყურეთ, შეხედე რა ხდება. იუდაური ეგზეგეტიკა ამ შემთხვევაში ეყრდნობა სიცოცხლის დასასრულს იაკობის მიერ იოსებისათვის ნათქვამ სიტყვა, სადაც მამამთავარი მახვილი დაპყრობით მიწებს ახსენებს. ხედავთ ახლა უყურებ მე-20 თავი, ეს არის შესაქმეს 52 თავის მეორე მუხლი. ახლა რეები ხდება აქ. შესაქმეს სიგნის 52 თავის მე-20 მუხლი. კითხულობ. აგურთხა იაკობმა ისინი იმ დღეს და თქვა, შენი წარმოსთქვა ისრაელი კურთხევას და იტყვის ღმერთმა ქმრას, როგორც ეფრემი და როგორც მენაშე, და დააყენა ეფრემი მენაშეზე წინ. და უთხრა ისრაელმა იოსებს, აი მე ვკვდები, ისრაელი ქვია იაკობს. მოიცოდეთ. ანგელოზი რო ერკინება ღმერთი ხო ეონება რა ქვიაო? ანუ ღმერთი ეკითხება იაკობს რა ქვიაო და არ იცის რა ქვია. მე ეონება გამოშვიო თენდებაო და იაკობი ეონება არ გაგეშვებ. სანამ არ მაკურთხებ. და მე აკურთხებს და ეტყვის რომ აი შენ იაკობი რახან ქვიაო და გარკვევ ისრაელს და მაკედან მოდის ეს რაღაც სისულელები. და თქვა ისრაელი ხო ისრაელი ეონება იოსებს. აი მე ვკვდები თქვენთან იქნება ღმერთი და დაგაბრუნებ თქვენი მამების მიწაზე. შენთვის მომიწია მიწის ერთი წილით მეტი მამათა წინაშე, რომელიც ჩემი მახვილითა და მშვილდით წავგლიჯე ამორეველებს. რჯული უკრძალავს ნებისმიერი რამის ნივთის აღებას და მისი ცოლების და ნებისმიერი რამის წამოღებას და გაძარცვას იმ ერონებას, რომელსაც იპყრობენ. და აქ წერს იაკობი რომ ამორეველებს წავგლიჯე ხელიდან. და ყველაფერი შენთვის მომიწია იოსებს ეონება. და იოსებს კიდე ეგვიპტელი ცოლი ყავდა, ხო, ისიც შერეული იყო. მაშინ არც იოსებს არ უნდა მოეყვანა ეგვიპტელი ცოლი, მეორე ჯულის მეშვიდე თავის თანახმად. იმიტომ რომ იქ იახვე ეონება, რომ არც იმათი ქალიშვილები არ ითხოვოთ ცოლად შენი ძეებისთვისო. ხო მიხვდით მეგობრებო, ისი თქვა მინდა რა. ეხლა მომდება თამათაც ბანაობა, ბიჭო, გამაგიჟებენ ესენი ვინ არიან. სიმონისა და ლევის ქმედება მხოლოდ სიქემზე თავდასხმით და მამაკაცის ამოხსნებით არ შემოფარგლულა. მათ ქალაქი გაძარცვეს და იქაური მცხოვრები ტყვედ წამოიყვანეს. ხედავთ? ესეც ადასტურებს. წამოიყვანეს თავიანთი და დინაც, უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა წერილი ასახელებს სიმონის შვილთაგან საულს, რომელიც ვინმე ქანაანელისგან ჰყავდა მას, 22 თავი. შესაქმესი 20 ხედავთ კიდე რა დავიჭირე, ხედავ აღჩემ 56 თავის მეათე მუხლში თურმე რეები ხდება. 46 თავის მეათე მუხლში სიმონის ძეები იმუელი, იამანი, ოხადი, იაქანი, ხოცარი და შაული, ქანაანელი ქალის ძეები. ხედავთ მეგობრებო, რეები წავიკითხე. დაბადების 46 თავის მეათე მუხლში საული მეფე რო იყო ისრაელისა, ესეც თურმე სიმონს იაკობის ერთ-ერთ შვილს სიმონს ყავდა ქანაანელი ქალიშვილისგან თურმე ქანაანელი ქალისგან. საიდანაც ჯულით ქანაანელის ქალის ცოლად მოყვანა იკრძალებოდა ქანაანელი ქალის. და მისგან ყოლია საული, გაიგეთ მეგობრებო. სიმონს იაკობის შვილის. ანუ სხვები ჩახოცეს იმის გამო რომ შერევა არ მოხდარიყო და თვითონ შეერინდნენ იმათ ქალიშვილებს. და იმისგან გაუშვდა საული ქანაანელი ქალისგან. აი ესენი არიან მეგობრებო ებრაელები. აი ეს არის თქვენი წმინდა წერილი და ეს არის თქვენი სახე აკადემიის, მართლმადიდებლობის აკადემიის.
აი ეს. რა ვიძახი რომ აღმაშენებელი მეთქი დაპირისპირებაში იყო თქვენთან მეთქი, რატო ვიძახი მაგას? ისწავლა ეს ყველაფერი, მიხვდა და ამოხოცა მთელი სამღვდელოება. აი ამ რაღაცების გამო, აი. საუკუნეებია რომ გაჩეჩებენ. აი. ამასთან დაკავშირებით უნდა მოიყვანო მიდრაშის ცნობა, რომელიც იუწყება, რომ სიმონი დინას დახპირდა ქორწინებას და შეასრულა კიდეც თავისი სიტყვა. ბიბლია კი დინას უჯეროს აქციების გამო ქანაანელად მოიხსენებს. ესე იგი, დინა ძალა იხმარეს და ებრაელები უჯულოს უწოდებდნენ ქანაანელებს. უწოდებდნენ იმის გამო, რაც შექემთან დაწვა და თვითონ სიმონი, აი იაკობის შვილი სიმონი, რომელსაც ქანაანელი ქალისგან საული გაუჩნდა, თავისი დინა გაათხოვა უცხოტომელზე ისევ ქანაანელზე. რა მნიშვნელობა კი შექემი იქნებოდა თუ ამორეველი იქნებოდა. რავი მეგობრებო, მე ამით შემოვიფარგლები ხა დავასრულებ. თქვენ თუ ეს ნორმად მიგაჩნიათ. რა ვიცი, ან მე ვერ ვიგებ, ან ვინც უკეთესად გესმი და ჩასვდებით, ველოდებით თქვენს კომენტარებს. აბა დაგემშვიდობებით. სულ კარგად ბრძანდებოდით რა.